წინააღმდეგ საქართველოდან გაქცეულმა ალდამოვმა რუსეთში განხორციელებულ ყველა ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა სააკაშვილის მთავრობას დააკისრა. ალდამოვი ბესლანის ტერაქტშიც ქართულ კვალს ხედავს და აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება პანკისის ხეობაში ბოევიკებს მფარველობს. საქართველოში თითქმის 15 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე იჩქერიის პრეზიდენტის ყოფილ წარმომადგენელს ამ თემებზე არასოდეს უსაუბრია. RIA Novosti სტუდიაში ხიზრი ალდამოვმა ისიც განაცხადა, რომ საქართველოში მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაბრუნდება. В том числе Дудаев чувствует. После этого отравили финансовую помощь. Из каких стран у вас теракты в России? Владикавказа. Saakashvili და მისი ჯგუფი ფულს იღებდნენ სხვადასხვა წყაროებიდან. მე ჩემი თვალით მაქვს ნანახი, რომ 10 მილიონი გადმოირიცხა არაბული ქვეყნებიდან. ამ ფულიდან სააკაშვილი მხოლოდ მცირე ნაწილს აძლევდა ჩეჩნებს რუსეთის ტერიტორიაზე ტერაქტების მოსაწყობად. ყველა აფეთქება თუ ტერაქტი, რომელიც ბოლო პერიოდში მოხდა, საქართველოს ხელისუფლების მიერაა დაგეგმილი და დაფინანსებული. თქვენ კითხეთ არის თუ არა ბესლანის ტერაქტში ქართული კვალი. 2004 წელი ის დრო იყო, როდესაც პუტინსა და სააკაშვილს შორის პირველი დაპირისპირება მოხდა. სააკაშვილმა კონფლიქტს ტერაქტით უპასუხა. მე მიყვართ ჩემი ძმები ქართველები და იმედია, როდესაც სააკაშვილი ხელისუფლებაში აღარ იქნება, საქართველოში დაუბრუნდები. ბიძინა ივანიშვილის იმედი მაქვს, რომელსაც ყველა მხარს უჭერს. იმედია სექტემბრამდე მას სააკაშვილი ვერაფერს უზამს და ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვა. ხიზრი ალდამოვის განცხადებებს დღის ამბების პირდაპირ ეთერში პოლიტოლოგი დავით ოსეფაშვილი შეაფასებს. მოგესალმებით ბატონ დავით, მადლობთ რომ დათანხმდით უპასუხოთ ჩვენ შეკითხვებს. მე მაინტერესებს პირველ რიგში კითხოთ, როდის იყო ხიზრი ალდამოვი მართალი, როდესაც ის საქართველოში ცხოვრობდა 15 წლის განმავლობაში და კრემლს მუდმივად აკრიტიკებდა, თუ ახლა როდესაც უკვე მოსკოვში და RIA Novosti სტუდიიდან საქართველოს ხელისუფლებას ასეთ მძიმე ბრალდებებს უყენებს. მოგესალმებით. რა თქმა უნდა, ის მართალი იყო მაშინ, როდესაც ცხოვრობდა საქართველოში, აქ მოღვაწეობდა და ის აკეთებდა იმ განცხადებებს, რაც რეალობას შეესაბამებოდა, როდესაც ის იყო იჩქერიის პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოში. და რა მოხდა ბატონ? მაშინ ის იმასაც ამბობდა, რომ პანკისის ხეობაში არანაირი ბოევიკები არ არიან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ახლა მოხდა ის, რომ ის ჩადგა კრემლის სამსახურში აშკარად პირდაპირ დაუფარავად და ის ახორციელებს თავის, ასე ვთქვათ, უფროსების, ამ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლებას გულისხმობ, დავალებებს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის ძალიან დაბალი დონის გარკვეული მუშაობა, რომელიც მიმდინარეობს რუსეთის მხრიდან, სპეცსამსახურების მხრიდან, რადგანაც ის ვერსიები, რაც გააჟღერა ხიზრი ალდამოვმა, რუსეთშიც კი ვინმე ჭკუაყოფილი რომ იყოს, ისიც კი ასე ვთქვათ, არ დაიჯერებს ამ ვერსიებს, რადგანაც ყველა მიცის, რომ თუნდაც ბესლანის ტერაქტის დროს პუტინმა ის ბავშვები, ახალგაზრდები შეაკლა იმ ტერორისტებს, რომლებმაც სკოლა ჩაიგდეს და იმის დაბრალება, რომ ეს ყველაფერი მომზადებული იყო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, აბსოლუტურად აბსურდია. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი რუსეთის მხრიდან დაგეგმილია იმის გამო და იმიტომ, რომ ამ პროპაგანდამ გარკვეული საზოგადოებრივი აზრის შეცვალოს ისევ და ისევ ნეგატივისკენ რუსეთის მოსახლეობას გულისხმობ. რა თქმა უნდა, დასავლეთში ამ განცხადებებს სერიოზულად არ უყურებენ და ვერ შეხედავენ, რადგანაც ეს არის აბსოლუტური აბსურდი. დააბრალო ქვეყანას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ბოევიკებთან და ტერაქტებთან, ეს არის აბსოლუტური, ასე ვთქვათ, გაუგებარი რამ, არნახული. ისევ და ისევ გავმეორდები და ვიტყვი, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია, რომელიც გათვლილია რუსეთის შიდა აუდიტორიას. ბატონ დავით, გასაგებია რომ ეს თქვათ კრემლის ინტერესში შედის ის რაც ის განცხადებები რაც ხიზრი ალდამოვმა გააკეთა, თუმცა რა შედეგის მოტანას ვარაუდობდა თავად კრემლი, თქვენ კი ამბობთ რომ ამას საერთაშორისო საზოგადოებაზე თქვათ არანაირი გავლენა არ ექნება, მაგრამ მათი ინტერესი სწორედ ეს იყო, რომ საერთაშორისო საზოგადოება სწორნოდა რომ საქართველოში ტერორიზმის საფრთხე არსებობს. მათ ძალიან კარგად იციან რომ საერთაშორისო საზოგადოება ამ სისულელეებს პირდაპირ ვიტყოდი ასე არ დაიჯერებს, ეს ერთი და მეორე, რა თქმა უნდა, ამ პრესკონფერენციით და იმ გამოსვლებით და იმ განცხადებებით, რასაც აკეთებს ამ ბოლო პერიოდში ხიზრი ალდამოვი, პირდაპირ ასრულებს რუსეთის ხელისუფლების დავალებას და აშკარად გამოჩნდა აი ამ ინტერვიუშიც ის, რომ
არა მარტო ხიზრი ალდამოვი, არამედ აქ გამოჩნდა ისიც, რომ რუსეთი ძალიან დიდი სიმპათიებით არის განწყობილი ბიზინა ივანიშვილის ქართულ ოცნების მიმართ და ხიზრი ალდამოვის მიერ გახმოვანებული ეს პათოსი გვაფიქრებინებს იმას, რომ ქართული ოცნება და ყოველ შემთხვევაში მისი ლიდერი ეს არის ძალიან ისეთი, ასე ვთქვათ, რუსეთის ხელისუფლების პოზიციები ამ ასე ვიტყოდი ამ მოძრაობის მიმართ, რომ ესე იგი დიდი სიმპათიებით არის განწყობილი. ხიზრი ალდამოვმა განაცხადა, რომ მხოლოდ ბიზინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაბრუნდება საქართველოში. აი ამ განცხადებასა და იმას შორის რა ბრალდებებით წაუყენა საქართველოს ხელისუფლებას, თქვენ რაიმე კავშირს ხედავთ? რა თქმა უნდა, ეს არის მიზანშედეგობრივი კავშირი, რაც გულისხმობს იმას, რომ ეს კაცი პირდაპირ ამბობს იმას, რასაც ფიქრობს და რა სურვილების გააჩნია რუსეთის ხელისუფლებას. რუსეთის ხელისუფლებას პირდაპირ და აშკარად უნდა, რომ ესე იგი სააკაშვილის ხელისუფლება წავიდეს ქვეყნის სათავიდან და რა თქმა უნდა, მისი სურვილი არის, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს პრორუსულად განწყობილი, რუსეთთან მიმართებაში ლოიალურად ყოფი პოლიტიკოსები, ასეთები ძალიან ბევრი არიან. მას უნდა თავისი პროექტის მეშვეობით საქართველოში განახორციელოს ლეგიტიმური ხელისუფლების ცვლილება, რისთვისაც ყველა რესურსს, მათ შორის ძალიან დიდ ფინანსურ კაპიტალს იყენებს ამისათვის. ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობდით დღის ამბების შეკითხვებს ხიზრი ალდამოვის სკანდალურ განცხადებაზე. შეფასებები დავით ოსეფაშვილ